იბარებენ, სჯიან, აჯარიმებენ და აპატიმრებენ. მაგალითად, თუ კი რუსთაველზე პროტესტზე დგახართ, ადრე თუ გვიან იცოდეთ მოგაკითხავენ. თუ არ გაგიმართლათ, პირდაპირ დაგაპატიმრებენ. თუ გაგიმართლათ, მხოლოდ გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ. პაატა ბურჭულაძეც რომ იყოთ მაინც. მოსამართლის სახლის მიმდებარედ თემიდას თუ გაიხსენებთ, მას რომ გაახსენოთ, მაშინაც დაგიბარებენ და 5000 ლარიან ჯარიმას მოგართმევენ. მთავარმა მოწმემაც რომ თქვას, მალე დაიშალნენო და მოქმედებას აღკვეთა არ სჭირდებოდაო. დაგიბარებენ და საქმეს აღძრავენ მაშინაც კი, თუ კი თქვენ თავად გცემეს. ანუ გცემეს, სახიძვლები დაგიმტრეს და მაინც ორი მუხლით საქმეს თქვენს წინააღმდეგ აღძრავენ. ისე როგორც ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის შემთხვევაში გააკეთეს. არ დასჯიან ქუჩაში თავდამსხმელ ტიტუშკას. არასდროს გამოიძიებენ ჟურნალისტების ცემას. არ დაიბარებენ ლაშა ბექაურს, ბოკვერების მოყვარულს. უბრალოდ თვალის ახველის მიზნითაც კი. მზიას კი ისევ პატიმრობაში დატოვებენ. ეს მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებაა. თავისუფლება მზიას. 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი 4 დეკემბერს საცხოვრებელი სახლის რამდენიმე საათიანი ჩხეკის შემდგომ დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის თქმით, ნივთის სროლისთვის, რომელიც სად დაეცა, იმის კადრიც კი არ არსებობს. ირაკლი ბოლო სასამართლოს ხდომაზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოუძახეს. ის სეო სტუდენტია. ამ სასწავლებლის შესასვლელი უკვე თითქმის 1 თვეა პროტესტის უწყვეტი ადგილია. სტუდენტები ყინვაშიც ღამეს გარეთ ათევენ და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ჩვენ ორ მათგანს ვესაუბრეთ. ვიდეოში ნახავთ უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციასაც. ჩვენ ადმინისტრაციას კომენტარის გაკეთება რამდენჯერმე ვთხოვით, თუმცა მათ იანვარში გამოქვეყნებული განცხადება მოგვაწოდეს. მე აჭარიდან. თქვენ? ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, სეუს სტუდენტები, ბავშვები, რომლებიც შევიკრიბეთ აქ იმის გასაპროტესტებლად, რომ სეუ არ უჭერს მხარს თავის სტუდენტს. ჩვენს რა თქმა უნდა დგას განან ოჯახები, მეგობრები, ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა აქ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ სეუს სტუდენტები და ვაპროტესტებთ ამ ირაკლის უკანონო დაჭერას და იმას, რომ სეუ არანაირად არ უდგას გვერდში თავის სტუდენტს. სამართლის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, მეც და ირაკლის გამო ვართ ჩვენ ყველა ეხლა აქ მოსულები. ბევრი ვართ, ძალიან ბევრი ვართ, ვინც მხარს გვიჭერს ირაკლის უჭერს მხარს, ჩვენთან ერთად დგას, თუმცა ამ დროის პერიოდში ვართ სადღაც 40-30 კაცი, ვინც აქტიურად ვენაცვლებით ერთმანეთს. დილას სხვა მოდის, საღამოს სხვა მოდის, ვცდილობთ რომ მოუწესრიგდეთ, მოვიდეთ ისევ. თორე ისევ ვართ ძალიან ბევრი რა. 800-მდე ასევე ხელმოწერაც კი გქონდა, თუმცა რაღაც გჭირდებოდა უნივერსიტეტში ეს მხარდაჭერის მიზნით. არა, რომელიმე პარტიასთან არასდროს არ ვყოფილი ვარ დაკავშირებული და ეს პოზიცია რაც ახლა გამაჩნია, უბრალოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტის სოლიდარობის მიზნით. მეც ერთი მიზეზი ვერ ექნება ვერავის იმის, რომ აი სადღაც რომელიმე პარტიაში შეიძლება ნახონან დაკავშირებული ვიყო არანაირად. უბრალოდ ეს არის როგორც მოქალაქის პროტესტს გამოვთქვათ ამით, იმით რომ უსამართლოდ ხდება ეს ყველაფერი და არ შევაგუებით უსამართლობას რა. სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის შეიცვალა პირობები შენობაში შესვლის პროტესტის პროცესში. პირველ რიგში ეგეც რო გითხრათ, რატომ გაქვთ სტატუსი შეჩერებული? უკავშირდება ეს თქვენ აკადემიურ მოსწრებას თუ ფინანსურ საკითხებს? ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, თუმცა ანუ აქ გარეთ ჩვენ ვინც ვართ დავაპროტესტებთ, ყველა არ ვართ შეჩერებულ სტატუსიანი ბავშვები, მაგრამ სოლიდარობის მიზნით აქ ვართ ყველა. ასევე ფინანსურადაა შეწყვეტილი, კი ბატონო, თუმცა აქამდე შეიძლებოდა
როგორც უნივერსიტეტში შესვლა, ისე ლექციების ჩაბარება, ქულების დაწერა, თუმცა ეხა კალიდორშიც კი არუშვებენ ბავშვს, რომ ანუ უბრალოდ შევიდეს და რამე გაარკვიოს. პირველ საერთოდ ჩამოგიტანეს დეკანატი, აქ ვარკვევთ სხვადასხვა რაღაცებს. მანამდე სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სტატუსი აქტიური არ მქონია, მაგრამ თავისუფლად შეუძლარ და არც არავის შეუმოწმებია. თან ამ ბავშვებს შეუერთდებოდი მანამდე ჩვეულებრივად ვესწრებოდი სემინარებს, ლექციებს და თუ მიყვებოდი ბოლომდე ძალიან, ანუ ჩვეულებრივად შემეძლო რომ ჩამებარებინა, მაგრამ რაც ბავშვებს შემოვუერთდი, მერე პროტესტის ნიშნად აღარც სემინარებს ვესწრებოდი და აღარც ლექციებს, ამიტომ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ სწავლობს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ არ აქვს საშუალება. თუნდაც თუ სწავლობენ უნივერსიტეტში, იმის საშუალება არ აქვს, რომ რაღაცა ან წიგნი შეიძინონ, ან რაღაცა რაც ჭირდებათ ის შეიძინონ რა. ჩემს დამეს უფრო უნდა მიხედონ და იმას უფრო უნდა მიხედონ, რომ ახალმა თაობამ შეიძინოს ის განათლება და ისე განვითარდნენ, რომ ის იყოს შესაძლებელი მათთვისაც და იმისთვის, ვინც ვერ ახერხებს. და არა იმაზე ისაუბრონ, რომელი უნივერსიტეტი დაანგრიონ და რომელი შენობა ააშენონ, ანუ თუნდაც მაგაზე რა. ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი მე პირადად, ვინც მარტო იმის გამო ვერ სწავლობს უნივერსიტეტში, რომ რაღაცას თქვენი ანუ წიგნს ვერ იყიდის. ანუ წიგნის ყიდვაზეა ლაპარაკი. არ ვიცი რა. ამას უნდა მიხედონ ჩემი აზრით რა. ჩემს გარშემო მაგალითად აი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ღამეებს ათენებს 24 საათი მუშაობს, რომ უნივერსიტეტის საფასური გადაიხადოს. ამას პლუს ბევრი რეგიონებიდან არიან ჩამოსულები, მათ შორის მეც და ქირის გადახდაც უწევთ და ჩემი აზრით ვეთანხმები, ჯობია რომ აი ბავშვების განათლებაზე იზრუნონ, ვიდრე აი თითქოს რაღაცეების მოწყობაზე და ამასაც ისედაც თავიანთი ჯიბეებისთვის აკეთებენ. ხო და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ რექტორის მხრიდან იყო მზაობა შეხვედრის, მაგრამ სტუდენტებმა თვითონ აარიდეს თავი ამ შეხვედრას. ამაზეც როგორ ვასწავლეთ? რექტორის მხრიდან შეხვედრის მზაობა იყო, მას შემდეგ რაც ჩვენ აქ მოვედით და აუდიტორია დავიკავეთ და შემდეგ აქით გადმოვინაცვლეთ. მანამდე ჩვენ ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ მისგან პასუხი არ ყოფილა. ეხლა რომ იყოს შესაძლებლობა რექტორთან შეხვედრის. თქვენ რამდენად ხედავთ საჭიროებას და მაგალითად რას მოითხოვდით სასწავლებლის რექტორისაგან, რომლის სტუდენტიც არის ირაკლი მიმინაშვილი? ეხლა რომ იყოს იმის ცდილობა რომ შევხვდეთ ისევ, აი ამ კალიდორში შევხვდით ჩვენ წინაზე რექტორს, მაგრამ ანუ იმდენად აბსურდ რაღაცები ლაპარაკა, რომ ჩვენ პირადად ვერ ვხედავთ იმის მიზანს, რომ შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვითხოვდით, რომ თუნდაც SEO-ს გვერდზე დაეპოსტათ ერთი წერილის მსგავსი რამ, რაც ანუგეშებდა ირაკლის, დააფიქსირებდნენ პოზიციას, რომ ისინი გვერდში უდგანან თუნდაც ნახევარი სტუდენტების და ლექტორების გვერდში დგომით. არ ვითხოვდით, რომ ეს პირადად ყოფილიყო ვინმესგან, ყოფილიყო ჩვენგან, მაგრამ ეს არ ყოფილა დღემდე არ არის ეს პოსტი გვერდზე. უნივერსიტეტი არის ადგილი,
სადაც სტუდენტი აბარებს და უნდა იცოდეს, რომ მარტო ლომის კედლები მარტო არ არის რა უნივერსიტეტი. უნდა მქონდეს იმის, რომ უნივერსიტეტი თუ დაგჭირდება, გვერდში დაგიდგება. იმიტომ დღე და ღამე აქ ხარ სწავლობ, ამ კერაში სწავლობ რა და თუ უნივერსიტეტმა ვერ გადმოგცა ის, რომ მე შენ გვერდით ვიქნები, ელემენტარული იმის, რომ გვერდში დაგიდგე, არ ვიცი, ჩემს ვინც აქაბარებს, იმათაც უნდა იცოდნენ, რომ ეს უნივერსიტეტი გვერდში დაუდგება, თუ საჭირო გახდა და უდანაშაულოდ დაიჭერან ადამიანს. ყველა ადამიანს უნდა ყველა ადამიანი უნდა იცოდეს ეს. და ეს უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც ადამიანი ჩააბარებს და თუ რამე გაუჭირდება, უნივერსიტეტი გვერდში დაუდგება. მე ამის თქვა შემიძლია პირადად. თქვენას ვფიქრობთ. მეც რატო არის მნიშვნელოვანი ეს? ანუ პირველ რიგში ჩემი აზრით ირაკლისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტია კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ვეთანხმებით აკოს, რომ ანუ უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ კედლები და უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. მე როცა აქ მოვდივარ, თავს უნდა ვგრძნობდე კომფორტულად, დაცულად და უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ გვერდში დამიდგებიან თუ რამე მსგავსი შემემთხვევა. ირაკლის პირადად ვეტყოდი, რომ მალე მორჩება ეს უაზრო რეჟიმი, მალე იქნება ჩვენთან ერთად, მას პირადად არ ვიცნობთ უმეტესობა, მაგრამ აუცილებლად გავიცნობთ, აუცილებლად უნივერსიტეტში ერთად ვიქნებით, აქ თუ არა სხვაგან და ვუსურვებ, რომ აი გაძლიერდეს, ხნედ იყოს, კარგად იყოს, ყველა მის გვერდში ვართ რა. ძალიან მაგარი ბიჭია ირაკლი და ყველაფერი კარგად იქნება რა. იმედი მაქვს, რომ მე ყველა ერთად ვიზეიმებთ მის გამოსვლას. ძიეს რაც შეეხება ძალიან ძლიერი ადამიანია, ქალია პირველ რიგში და აუცილებლად ექნება შედეგი მის ამ ქცევას რა და რა ვისურვებ, რომ მალე გარეთ ჯანმრთელად ჩვენთან ერთად იყოს რა. ჩვენ ვართ ხალხი და არ ვართ ცოტა რა. ეს ხალხი ძალიან გამწარებულია, გამწარებულები ვართ და თუ გონიათ რომ დავიღლებით, გავჩერდებით, რაღაც შევეგუებით, არ იქნება ესე. ჩვენთან ერთად განან მოხუცებით, ბებიები, დედები, უფროსი თაობა და აუცილებლად გამოიღებს ეს ყველაფერი შედეგს. ამიტომ ჯობია რომ რაღაც კომპრომისებზე წამოვიდნენ. როცა გესმის, რომ უსამშობლოებს გეძახიან მაგალითად, როგორია თქვენი რეაქცია? მეცინება. ანუ უსამშობლოები ჩვენ არ ვართ. ისინი არიან უსამშობლოები, იმიტომ რომ რუსული ცხოვრებით ცხოვრობენ. მე ძალიან რა, აი, როგორ შეიძლება ვინმეს, ვინც ამ ბრძოლაში ბრძოლობს, უსამშობლო უწოდა, იმიტომ რომ რა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი არ მოგვადგეს კარს. უკვე თითქმის მოგვადგა, მაგრამ ყველაფერს ვთვლობთ, რომ არ გამძვინვარდეს ეს პროცესები რა. გადაცემის დასაწყისში სისტემის მიერ დანაშაულად იდენტიფიცირებული რამდენიმე მოქმედება ჩამოთვალეთ, რომელშიც მაგალითად სპორტსმენის ლაშა ბექაურის მიერ გაურკვეველი გზით შეძენილი ლომის ბოკვერის საქმე ვერ შედის. არადა ამ ქმედებას არაერთი საკანონმდებლო ნორმა არეგულირებს, უფრო მეტიც, ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს შესაბამისი საბუთები არ აქვს. ჩემი კოლეგა ბელა გელაშვილი საკითხს კვლავ დაუბრუნდა, რომ გაერკვია დაინტერესდა თუ არა საქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გაარკვია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ. არც ერთისაგან არაფერი. ერთადერთი რაც გავიგეთ არის შემდეგი: შემოსავლების სამსახურში გვეუბნებიან, რომ ცხოველს არ გაუვლია საბაჟო პროცედურა, მაგრამ როგორ მოხდა საზღვარზე არ იციან. გამარჯობათ. ვა. შანი. რა. აჰა. კემბრიელია. მოდი ჩემთან მოდი. ესეთი თქვენი ყოველდღიურ ისწავლება, ხო? კი, სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე ხან ხელზე, ხან ფეხზე.
საკითხია. აი მე შეხედე ნახე. ნახატები არ აინტერესებთ. ხელოვნების მიმართ არანაირი ბალიში უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. აჰა, ეს მომესალმა უკვე. ალბათ მომიკითხა. რისი ჭამა უყვარს ბატონო? ხორცი და რძე. ხო, ნელ-ნელა რძე საერთოდ. კი, ფარში ჯერჯერობით, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ვაძლევთ ნაჭრებს და ახლა გადავიყვანთ უკვე მთლიანად დიდ ნაჭერზე და რძესაც ნელ-ნელა ვამცირებთ და ცოტა ხანში საერთოდ ამოვიღებთ რძეს. და რძე ჩვეულებრივი რძე არის? არა, ამ შემთხვევაში ჩვენ შევიძინეთ კატის რძის მხვნილი, რომელიც ახლოს არის, იგივე არ არის, მაგრამ ყველაზე ახლოს არის ლომის რძესთან, საბედნიეროდ ჩვენთან იყიდება კატისზე. ქონდა გარკვეული კუნთების დისტროფია, ქონდა რახიტი, ქონდა პნევმონია, წონაში ჩამორჩენა და ზომაში ჩამორჩენა, ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენებია, როდესაც ხელით გაზდა ხდება ცხოველის, ამიტომ საკმაოდ რთული საკითხია მისი ხელით გაზდა, მისი სრულყოფილი ჩანაცვლება, საკმაოდ ცნობილია, ხო, რომ დედის რძის ჩანაცვლება არის პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერჯერობით. დაახლოებით ვადგენთ, რომ ეს არის დაახლოებით 4 თვემდე, თუმცა აი რომ დაიწყებს კვილების გამოცვლას, უკვე მაშინ უფრო გარკვეული იქნება მისი ასაკი. სახელი გვაქვს უკვე? კონკურსი, თავიდან იძახოდნენ სიმბას, მაგრამ რადგანაც ჩვენ გვყავდა სიმბა, რომელსაც თავის ისტორია ჰქონდა, ამიტომ არ გვინდოდა გამეორება, ამიტომ შევარჩიეთ სახელი შანი, ეს გახლავთ აფრიკული სახელი, სუახილის ენაზე და ნიშნავს სხივს. აჰა. თვითონ ჟღერადობითაც ძალიან უხდება. გახდა, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩავთვალეთ, რომ სხივი ძალიან მოუხდებოდა. არის მდედრი? მდედრი გახლავთ, კი ბატონო. კი ბატონო. აი ხა მისი ხასიათი გაგვაცანით. როგორ ხასიათს ამბეს? პატარა ცხოველისათვის, მაგრამ ეს როგორ ჩანს, რადგანაც ადამიანების გარემოცვაში აქვს დიდი დრო გატარებული, გაცილებით უფრო მეტი ვიდრე თქვა 4 ფეხების საზოგადოებაში, ძალიან კონტაქტური არის და ძალიან კომუნიკაბელური ნარსება. ყველასთან, ზოოპარკის თანამშრომლებთან კარგად იქცევა. Ну, თუ არ ჩავთვლით ნაჩხაპნებს და კბენებს. რაც მისი, რა ვიცი, ჩვეულებრივი მოთხოვნილება, ხო, ბუნებრივი ამბავი. რომ ჩვენ არა ვართ მომზადებული ამისათვის. ტრივიალური დღის რეჟიმი აქვს, ჭამა გასეირნება ძილი. გასეირნება ძილი. ეს ითამაშებს ხოლმე, თამაში ძალიან უყვარს, თამაშობს ძაღლებთან, თამაშობს ჩვენთანაც, ასე რომ ფაქტიურად ზოოპარკის თანამშრომლების დიდი ნაწილი დაკავებული არიან ამის გართობით, ну არა მარტო გართობით, მაგრამ გართობაც ასევე მნიშვნელოვანია. და შემდეგ უკვე როდესაც ჩათვლის, რომ უკვე საკმარისია, უცბად დაიძინებს ხოლმე და შემდეგ აი რაც არ უნდა ჩაუტარო, არაფრით არ ეგვიწევს. აი ვხედავ ძაღლებს, თქვენ თქვით, რომ მეგობრობს მათთან. თვითონ ძაღლებმა როგორ მიიღეს? თავიდან ეჭვიანობდნენ ძაღლები, როდესაც ფერებოდა მას ისინი ცდილობდნენ, რომ შემოსულიყვნენ ამას შორის, მაგრამ ნელა მიეჩვიენ, ახლა თვლიან, რომ მასზე ზრუნავენ ძაღლებიც, რადგანაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს პატარაა, ამიტომ ზრუნავენ და შესაბამისად ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ეთამაშებიან კიდევაც, კარგად თამაშობენ. გარეთაც მოწონს, შიგნითაც მოწონს. მოკლედ რო გითხათ, რომელიმე უპირატესობას ანიჭებს, ორივე მნიშვნელოვანია მისთვის. და მხოლოდ ამ ძაღლების გარემოცვაშია, ჯერ სხვა კონტაქტი სხვა ცხოველთან არ გქონია, თუნდაც მისი ჯიშის, აი ლომებით. არა, ლომებთან შიგნით ესეთი უშუალო კონტაქტი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით შეუძლებელია, იმიტომ რომ თვითონ ლომები საკმაოდ ესეთი კონსერვატული ცხოველები არიან, მათი ჩუბში ახალის შესვლა ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ისე თუ დაუნახავს. კი, როცა სეირნობს ხოლმე, უნახავს. ეშინია? კი, ეშინია, დიდები არიან ისინი ძალიან. შეიძლება ამ ჩნებს კიდევაც რაღაცა მსგავსებებს, მაგრამ ზომა. თუმცა ჯერ ბოლომდე ვერაცნობიერებს, რომ მეფეა, ხო? კი, ალბათ კაი ხანი დაჭირდება, რომ მაგრამ აცნობიერებს იმას, რომ არის გათავხედებული ბავშვი. განებივრებულია ძალიან, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ამას ვხედავთ. აი, თუ აქვს ინსტინქტი, აი რაღაცა ჩასაფრების, ეხა ხეებთან რო სეირნობდა, ისე ჩაუსაფრდა. რაღაც სამონადირო ინსტინქტი თუ აქვს უკვე. რაღაცა გარკვეული ინსტინქტი არის თანდაყოლილი ქცევა. ხო, ამიტომ ვამბობ. მაგრამ არის ძალიან ბევრი, რომელსაც შემდეგ დასწავლა ხდება და მას ასწავლის დედა როგორც წესი.
ნებისმიერი თქვათ, ნებისმიერი ესეთი ბრალებში რო თქვათ ინსტინქტური ქცევა, ну, რადგან ბრალებში ინსტინქტური ქცევა შემდეგ მოითხოვს ასე თქვათ განვითარებას შემდეგ უკვე დასავლეთ საფუძველზე. რასაც ასრულებს უკვე ასე ვთქვათ, მისი ოჯახი. ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში ეს გახლავთ გასწავლის შედეგად მიღებული გამოსცემი. გასაგები. ამას აქვს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, კრიმინალური და იურიდიული ასე ფონი. გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და უშიშროების სამსახური, მან უნდა შესაბამისი ცნობა იქნება თუ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამსახურს და იმან უნდა დაიწყოს გამოძიება, საიდან მოხდა საქართველოში. უნდა კარგად გამოიძიონ, გაარკვიონ რა ვითარებაში, რომელი საზღვრის გავლით მოხდა საქართველოში, რატო არ გააჩერა შესაბამის სასაზღვრო ოფიცერმა, როდესაც ეს ცხოველი გადმოყავდათ, ქონდა თუ არა მას შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ ეს უნდა გაირკვეს. და ეს არ არის, ეს სერტიფიკატის გაცემა ხდება სამდივნოს მიერ და არა საქართველოს, ასე ვთქვათ, მან საქართველოს ან ვთქვათ რა რუსეთი იქნება თუ სომხეთი, ჩვენ რომელიმე საზღვარი აზერბაიჯანი, ეს ეროვნული დონის თემა არ არის, ასე ვთქვათ. იქ სამდივნო საქმის კურსი უნდა იყოს, არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ ეს დოკუმენტაცია არ არსებობს, მაშინ იქ უკვე სისხლის სამართლის თემა დგება დღის წესრიგში. ის ოფიცერი, რომელმაც გაატარა ეს ცხოველი, უნდა გაირკვეს, ვთქვათ, ვინმე თუ ჩუმად გადმოიყვანა ჩემოდანში, ეს უკვე კონტრაბანდის შემთხვევაა და ვინც გადმოიყვანა, იმას უნდა მიადგენ და მოთხოვონ პასუხი და გაირკვეს ასევე საიდან წამოვიდა, როგორ წამოვიდა. მოკლედ ეს უკვე ასე ვთქვათ, გამოძიების საკითხია, რომელსაც ეხლა მე რო ჩავიდინო ეს რაღაცა სერიოზულ უსიამოვნებებს გადავეყრებით. მოქალაქე, არაპრივილეგირებული ქართულ ოცნებაში, მოკლედ. ეს საქმე უკვე იქნებოდა შესაბამის სამსახურებში და ყოველ შემთხვევაში ავტორული მაინც იქნებოდა, დაკითხული მაინც იქნებოდა, ის მებაჟეები მაინც დაკითხული იქნებოდნენ, ვინც გაატარა ეს ლომი საზღვარზე. ამის უკვე სამინისტროს ვალდებულებაა, რომ მან დაიწყოს შესაბამისი ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმა იმის გასარკვევად, საიდან მოხდა ეს ლომის ბოკვერი ქუჩაში. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საიდან მოხდა ეს ლომის ბოკვერი იმ პიროვნებასთან, ვინც აჩუქა ეს ბოკვერი ბეკაუს, ბატონ ბეკაუს. ხო? გაირკვეს რანაირად მოხდა ეს არსება საქართველოში. და ის ადამიანები, ვინც გააკეთეს ეს, შეეხება იმას კი არ ვამბობ, რომ ციხეში ჩაალყო და რაღაცები გააკეთო. რაც ახლა რაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ბოდიში, ახლა ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია გამომდის, მაგრამ ეს ჩემი პოზიცია. ამას ქვია კადიროვის ქვეყნის ჩამოყალიბება, სადაც არის რაღაც ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ, თქვა, ნაკრძალში შევიდნენ და ინადირონ. მათთვის შეიძლება იქ ბასლაინზე იარონ, მათთვის შეიძლება ლომი გადაიყვანონ საზღვარზე, მათთვის შეიძლება. ნუ ეხლა ის რო ეხლა ამხელა რეზონანსი მოყვა და ეხლა ამან ზოპარკს დაუბრუნა, ნუ ზედმეტი თავის ტკივილისგან თავი აერიდეს, მაგრამ ეხლა არ მგონია რომ ბასლაინზე სიარული აუგზავნონ ამის გამო რა. არ ვიცი. ეხლა დადის ეგეთ ჭორები რო აი ჩეჩნეთიდან ჩამოყვანილია ეს ბოკვერები, იქ რაღაცა კადიროვს აქ არ ვიცი ეს რაღაცა ოფოკები ამის თაობაზე ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე მაქვს, ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არსება ახლა საქართველოს ტყეებში ვერ გაჩნდებოდა. აი ეს ფაქტია. გზა მხოლოდ სასაფლაომდე. კი, ასეა და ეს სიმბოლური წინადადება არ არის. ფაქტობრივადაც ასეა. რამდენიმე წელია საქართველოში ასევე დასავლეთის პრაქტიკის მიხედვით სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე მსჯელობისთვის ხალხს ეძახიან და კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში რის გაკეთებას ისურვებდნენ ეკითხებიან. ახლა ამ პროცესის გამართულობაზე არ მსჯელობთ. მცირე ისტორია გვინდა გაჩვენოთ თუ რას და რას შორის და რამდენ ლარიანი დაფინანსების ფარგლებში უწევს ხალხს არჩევანის გაკეთება. 10 თებერვალს ახალციხეში სოფელ კლდეში შეიკრიბა ხალხი იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რაში დახარჯონ 16,000 ლარი. წელიწადში ერთხელ გამოყოფილი 16,000 ლარი. ანუ თითქმის იმდენივე, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვიურად, ანუ ერთი ადამიანი ხელფასის სახით იღებს.
გადავიდეთ პრიორიტეტებზე. ხალხი შეიკრიბა და დაიწყო მსჯელობა დახარჯონ ეს ფული ამბულატორიამდე მისასვლელი გზის შესაკეთებლად, დახარჯონ ფული ეკლესიამდე მისასვლელი გზის შესაკეთებლად, თუ შეაკეთონ გზა სასაფლაომდე. გადაწყდა, რომ მაინც უფრო მნიშვნელოვანია უკანასკნელ გზაზე გასაცილებელი გზა. მიშო დარბაიძე და ინგა ირიციანი დეტალებით. აი ეს შიდა გზა გაგვიკეთეთ რომ სასწრაფო რომ მოდის ხელით ხო და ჩამოვიდეთ. მივიდეთ ახლა იქამდე მივიდეთ რომ. საავტომობილო გზის რომელ მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია ახალციხის სოფელ კლდეში, სასაფლაოსთან, ამბულატორიასთან თუ ეკლესიასთან მისასვლელს. აღნიშნულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მწვავე განხილვა მოჰყვა. დედა მყავდა ცუდად ბენჯი მოიკეხა დედაჩემმა და გალბატონო მარი. აგერ გოჩა ზუმბაძე გალბატონო მარი, არა, არა, ერთი. სულ არის 20 მეტრა გასაკეთებელი ნანახია. და ყოველ ვის აქ ნანახი არავინ მე არ მაგ მოსულა. ნანახი. აქამდე რომ მიიყვანეთ ბეტონი გაკეთებული იქიდან იქამდე ახლა 10 მეტრა უნდა ერთი დაშლიო წუთი. რა. სოფლის სიარ ვაკეთებ. სოფელმა გადაწყვიტოს გალბატონო მარინა. გალბატონო მარი, გალბატონო მარი. რატო საბოლოოდ მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩია. შესაბამისად, ეკლესიასთან ან ამბულატორიასთან მისასვლელი გზა იგივე მდგომარეობაში დარჩება, თუ კი მას სხვა საბიუჯეტო ხარჯებით არ შეაკეთებენ. შიდა გზების დაგება. შიდა გზების დაგება მოვითხოვ. ეგ თანხად წყალს და იმას არ აღვიხარ, ნუ შიდა გზებიც მე. ჩვენოუბანო ჯერ გზას რო იძახით. წყალი როდის ქონდა გითხარით ბოლოს. ხალი მქონდა ფიცი რა. უშეცი. რამდენი თვია წყალი არ ყოფილა. აგერ მოდი ჩვენი უბანი კიდე. აი აგერ. ხო, მაგრამ მე ისეთ ადგილზე ვცხოვრობ. შარშან ასე შემთი და ბატონი ირაკლი რომ 25 წელში დაგიგებ. გასაგებია. პუნქტამდე მოვიდა. პუნქტის ზემოთ ხალხი ცხოვრობს. ყდრები არ ვარ. ყველა ჯვარისწერია, ყველა ჯვარისწერია. ცოტა მოგვიხსნით მაინც ან ტრაქტორით გას ჩემთან. საძლის მდგომარეობა აი ეკლესიის. ყველა ჯვარისწერია. ვიღაცას რო პაჟარი გაჩენოდა 4 დღის უკან, ვიღაცას. ერთ ვედრა წყალს ვერ მოაგროვებდი ამ უბანში საერთოდ. ვერავისთან. მისმინებ ამ თანხაში წყალს არ ეყოფა ეგ 45000 არაფერი. საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებენ. რაღაცა გამოსავალია. მართლა გეტი 2 მისმინე დანარჩენ თანხას თვითონ ათია გავიგე მაგრამ. გზების გარდა კლდეში მცხოვრებლებს წყლის სისტემაც აწუხებთ. უფრო უსისტემობა, მაგრამ ბიუჯეტის სიმწირის გამო პრობლემა პრიორიტეტებში არ დასახელდა. პროგრამის ფარგლებში სოფელ კლდისთვის ჯამში სულ 16000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის გაზრდაც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლდეში მცხოვრებლებთან შეხვედრა დღეს გაიმართა. სასაფლაოსთან ასასვლელი გზა არის კენისაგრელი. ვიხართ თანახმა სასაფლაოს გზაზე გაგვიწყდა. ამ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით და დათული გადაწყდა სასაფლაოს. გადაცემის დასასრულს ტრამპის პოლიტიკა და შიშის გადასახადი. რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპის პოლიტეკონომიკის რთული ქორეოგრაფია გლობალურ ეკონომიკაზე? იულია სავჩენკო ანალიზით. თავდაპირველად 25%-ის ოდენობის საგადასახადო ბაჟის შემოღების განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა მექსიკასა და კანადას ერთი თვით საგადასახადო ამოსუნთქვის საშუალება მისცა. საგადასახადო ბლიცკრიგის მსვლელობისას აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის პრეზიდენტისაგან საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად დამატებით 10000 სამხედროს მიმართვის დაპირება მიიღო. საზღვრის გამაგრებას ტრამპს კანადის ხელმძღვანელობაც დაჰპირდა. ჩინეთის მიმართ 10%-იანი გადასახადი უცვლელი დარჩა. საპასუხოდ ბეიძინი აშშ-დან ნახშირისა და თხევადი აირის იმპორტზე 15%-იანი გადასახადის, ასევე ამერიკულ საქონელზე და ნავთობზე 10%-იანი ბაჟის შემოღებას დაჰპირდა. მომხდარის მნიშვნელობაზე მსოფლიო ეკონომიკისთვის, ასევე რიგითი ამერიკელის საფულისთვის, ვესაუბრე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს კონსტანტინ სონინს. საერთოდ როგორ შეგიძლიათ ახსნათ დონალდ ტრამპის საგადასახადო პოლიტიკის რთული ქორეოგრაფია?
იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის ახსნა კარგად შეიძლებოდეს. ვინაიდან ეკონომისტებს ესმით, რომ ის რაღაცეები, რაც ხდება, მაგალითად, საგადასახადო რეჟიმის ცვლილება, ამას ხანგრძლივვადიანი სერიოზული შედეგები გააჩნია. დაუშვათ იდება შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. კომპანიები ინვესტიციებს აკეთებენ. თავის საწარმოებს ანთავსებენ, ქირაობენ მუშებს, იძენენ აღჭურვილობას. შემდგომ, როდესაც რეჟიმის ცვლილების შესახებ შეტყობინება ჩნდება, კომპანიები თავიანთ გადაწყვეტილებებს ცვლიან. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ძალიან სწრაფ ტემპში არ ხდება. როდესაც ცვლილებები სწრაფად ხდება, მაგალითად, დღეს გამოაცხადეს 25%-იანი ტარიფი. ხვალ კი გამოაცხადეს, რომ აჩერებენ. ეს უბრალოდ ბიზნეს არადამაჯერებლობას ხმატებს და ყველა ინვესტიციების შეკავებას იწყებს. ფიქრობენ, იქნებ საერთოდ არანაირი საწარმო არ გავხსნათ, პირდაპირ დიდი უარების შედეგად. ბიზნესის ხვალინდელ დღეში და წესების უცვლელობაში თავდაჯერებულობის დაზიანება ეს არის სერიოზული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ამერიკულ ბიზნესზე, იმ ქვეყნების ბიზნესზე, რომელთა მიმართ აწესებენ გადასახადებს და საერთოდ რა რეზონანსი მოყვება ამას და რამდენად გლობალურია. საერთოდ უმალვე გაირკვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არც ისე ადვილია თქვა, თუ ვინ გადაიხდის ამ გადასახადებს. ის, რასაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ამ ბაჟს გადაიხდის კანადა და მექსიკა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. არის რაღაც გადანაწილება იმისა, თუ რამდენს გადაიხდის ამერიკელი მომხმარებელი, რამდენს გადაიხდიან მწარმოებლები. და სავარაუდოდ მომხმარებელი ბევრს გადაიხდის. წარმოიდგინეთ ამდგარი მდგომარეობა. ამერიკაში გაყიდვაში არსებული მანქანა ღირს $20,000. იყიდება კანადურიც და ამერიკულიც. რა დროსაც კანადურ ნაწარმზე 20%-იანი ბაჟი შემოაქვთ. შესაბამისად, კანადური მანქანის ღირებულება $25,000 გახდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამავდროულად ამერიკელი მწარმოებლებიც გაზრდიან ფასებს თავიანთ მანქანებზე. შეიძლება არა 25%-ით, არამედ 23 ან 24. ანუ ის ამერიკელიც კი, ვინც მხოლოდ ამერიკულ პროდუქციას ყიდულობს, გადაიხდის იმის გამო, რომ ბაჟი დაუწესეს კანადას, მექსიკას და სხვა ქვეყნებს. ასე მუშაობს საერთაშორისო ვაჭრობა. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. თუ ვლაპარაკობთ რაიმე თანმიმდევრულ მიდგომაზე, იმის მიმართ თუ როგორ იყო გაკეთებული წინასაარჩევნო დაპირება. საკუთრივ მოსახლეობას დაპირდნენ ინფლაციის შემცირებას. გამოდის, რომ ახლა გაკეთებული საგადასახადო განცხადებები და ნაბიჯები საპირისპირო მიმართულებით იდგმება. როგორც მე მესმის. ამგვარი სავაჭრო ომები ინფლაციის შემცირებას ხელს არ უწყობს. შეხედეთ, ტარიფები დაპირებული იყო. არალეგალური მიგრანტების მიმართ რეიდები დაპირებული იყო. ამასთან დაპირებული იყო ფასების შემცირებაც. რა დროსაც ტარიფებიც და ამჟამინდელ ძალზედ მაღალი დასაქმებისა და დაბალი უმუშავრობის პირობებში არალეგალების მიმართ რეიდებიც, ყველაფერი ეს არის პროინფლაციური ზომები. მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ოდნავ რთულია ინფლაციური ხმაურის გარღვევა. ვინაიდან ახლა ვხედავთ, რომ მიგრანტების წინააღმდეგ რეიდებს ძალზედ დიდი ხმაურიანი ინფორმაციული თანხლება აქვს. მაგალითად, კრისტი ნოემი ჯავშან ჟილეტით ტელეარხებზე დადის. მგონი ჩაფხუტითაც. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მიგრანტებთან ბრძოლა არა უფრო მეტად ხისტია, ვიდრე ობამას დროს და თითქმის იგივეა, რაც ბაიდენის დროს. ანუ ჯერჯერობით რეალურად არაფერი ხდება. ის რამაც ფასებზე გავლენა უნდა იქონიოს. თუმცა ამასთან ბევრი ხმაურია. მგონი ამის გამო მსჯელობა ოდნავ რთულია. იგივე ტარიფების შემთხვევაშიც. რეალურ ტარიფებს რეალური შედეგები ექნებოდა. ჩვენ ჯერჯერობით ვხედავთ ძალზე მძლავრ საუბარს ტარიფების შესახებ, რომელიც შემდგომ უკან გააბრუნეს, ხოლო ტარიფების შესახებ ლაპარაკს ინფლაციური შედეგები არ უნდა ჰქონდეს. ჩინეთთან დაკავშირებით ტარიფები არ გაიწვიეს, დატოვეს. ის რაც გამოაცხადეს, შემოიღეს. მოცემულ შემთხვევაში ჩინეთი დიდ ხმაურს არ ქმნის, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც საპასუხო ზომები მოიაზრება, რითი ემუქრება გლობალურ ეკონომიკას, აშშ-სა და ჩინეთის წინააღმდეგობა სავაჭრო ურთიერთობების მხრივ.
ვიტყოდი, რომ აშშ-სა და ჩინეთის წინააღმდეგობა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ყველაზე მეტად ჩინეთის ეკონომიკას ემუქრება. ვინაიდან ჩინეთის ეკონომიკა არსებითად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოთხოვნა აქვთ ამერიკელებს მათ ნაწარმზე. შესაბამისად, ნებისმიერი ტარიფები არის დარტყმა ჩინეთის ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სავაჭრო ომი, ტარიფები ჩინურ საქონელზე ამერიკის ეკონომიკასაც აზარალებს, მაგრამ ამერიკის ეკონომიკა იმდენად დიდია და იმდენად დივერსიფიცირებული და იმდენად მძლავრი, რომ ზარალი კი არის, მაგრამ მცირე. ვფიქრობ, რომ აშშ-ს ნებისმიერი სავაჭრო ომისაგან მთელი მსოფლიო ზარალდება. ეს გაურკვევლობაა. ზოგი ამბობს, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი ახლა კანადასთან ახალ ურთიერთობებს აწყობს, ან ჩინეთთან. ამაში დარწმუნებული არ ვარ. მგონია, რომ პირველი დონის ძირითადი ეფექტი არის ის, რომ ამის გამო ყველასთვის უარესი იქნება. არა ძლიერად. ეს რაიმე კატასტროფა არ არის. მაგრამ იმის გამო, რომ აშშ ამგვარ პოლიტიკას აწარმოებს, ვითარება ყველას გაურთულდება. თუ ჩინეთის პასუხზე ვლაპარაკობთ და შედეგებზე, ბეიჯინგი აშშ-დან ნახშირისა და თხევადი აირის იმპორტზე 15%-იანი ტარიფის შემოღებას დაპირდა. ასევე ამერიკულ საქონელზე და ნავთობზე 10%-იან ბაჟს. შეიძლება თუ არა, რომ აქედან დავასკვნათ, რომ ამგვარი გამწვავების გვერდითი მოვლენა გახდება ის, რომ ჩინეთი უფრო მეტად მიმართავს რუსულ ენერგომატარებლებს. არ ვიცი, ეს სრულად გასაგები არ არის. იმიტომ, რომ ჯერჯერობით მიუხედავად ამჟამინდელი სავაჭრო ომისა, ვითარება ჩინეთისთვის არის დამაზარალებელი, მაგრამ კვლავინდებურად აშშ-სთან ვაჭრობა მნიშვნელოვანია. ჩინეთის ნებისმიერ გარე ფაქტორზე გაცილებით მნიშვნელოვანია. თუ ტრამპი 100%-იან გადასაღადებს შემოიღებს, მაშინ კი იქნება შემოbrunება რუსეთისკენ და ყველაფერი დანარჩენისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთისთვის აშშ-ს ბაზრის მნიშვნელობის შედარება რაიმე სხვასთან შეუძლებელია. ბიზნეს მიდგომა ტრამპმა განაცხადა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ. განაცხადა, რომ სანაცვლოდ აშშ-ს სურს უკრაინის იშვიათ მიწათალი თონების მიღება. ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა ამისთვის მზად არის. დაამატა, რომ სურს უკრაინისაგან მიიღოს იშვიათ მიწათალი თონები იმ ფასად, რომელიც დახმარების თანხას უტოლდება, რომელიც აშშ-მ აღმოუჩინა დაახლოებით $300 მილიარდი. თქვენი შეხედულებით ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები? დიდი ანგარიში წარუდგინა, ვინაიდან ჯერჯერობით ოფიციალური ამერიკული მონაცემებითაც კი დახმარება 170 მილიარდამდეა და არა 300 მილიარდამდე. მგონია, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა აღდგება, თუ უკრაინა თავის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენს, მათ შორის იშვიათ მიწათალი თონებზე, მაშინ აშშ-სთვის 300 მილიარდის გადახდა მრავალი წლის განმავლობაში ეს ზრდის ნაწილივით იქნება. ეს არაფერს შეუშლის ხელს. ანუ იმ ზარალთან შედარებით, რომელსაც უკრაინის ეკონომიკას ომი აყენებს, ის მდგომარეობა, როდესაც უკრაინის ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული, ეს ზუსტად ის ადგილებია, სადაც იშვიათ მიწათალი თონები მდებარეობს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე ნებისმიერი აშშ-სთვის სარფიანი გარიგება, რომელიც უკრაინას შეუძლია დადოს. უსათუოდ მშვიდობის აღდგენისთვის უკრაინას შეუძლია გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც იტყვის ტრამპი. და მეტიც. საინტერესოა, რომ Forbes-ის შეფასებით 2023 წელს უკრაინაში იშვიათ მიწათალი თონების ერთობლივი ღირებულება $15 ტრილიონ აღწევს. ამასთან ამ ლითონების 70% დნეპრის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებზე მოდის. მოკავშირეთათვის იშვიათ მიწათალი თონების მიწოდების შესაძლებლობა ზელენსკის გამარჯვების გეგმის ნაწილი იყო. მეოთხე პუნქტი, რომელიც ვაშინგტონსა და ევროკავშირში წარმოადგინა. როდესაც ზელენსკი ასეთ დაპირებას აკეთებდა, მას მხედველობაში ჰქონდა ამ ტერიტორიების უკრაინის კონტროლს ქვეშ დაბრუნება, ვინაიდან ახლა ვაშინგტონშიც ხშირად ამბობენ, რომ ახლა ამგვარი განლაგება რეალურად შეუძლებელია. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება.
ხოლო რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანილი. ეს შესაძლებელია. ეს შეუძლებელია მოკლევადიან ხედვაში და ახლა უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ომის შეჩერება. მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც შეუძლია. პირდება იმას, რისი დაპირებაც შეუძლია. სათვალე დასრულებულია, შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით.